ბატონო, პროკურორმა შეაფასა თითქოს კობახიძეს ვეძახდით რაღაც პოლიტიკური შეხედულებების გამო და სასამართლომაც გაიმეორა ეს სრულ ნარატივი. სინამდვილეში ჩვენ კობახიძის პოლიტიკური მოსაზრებები არნაირად არ გვაინტერესებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო კობახიძეს სასამართლოს წინაშე ესაუბრა იმ საკითხებზე, რასთან დაკავშირებითაც მისი განცხადება საჯაროდ გავრცელდა. შემდეგ უკვე თქვენმა ერთ-ერთმა კოლეგამ დაუსვდა კითხვას, როდესაც ის ამბობდა, რომ იცი რა, ჩვენ წინასწარ ვიცოდით შესაძლო სცენარების თაობაზე, მაგრამ არავითარ რეაგირებას არ ვახდენდით, ველოდებოდით, როდის გადავიდოდა ხალხი მოქმედებაზე. ეს იყო კობახიძის განცხადება და ამ ნაწილში ჩვენ გვაინტერესებს შემდეგი. თუ პრეზიდენტის სასახლის ღობესთან ღობის შეჯანჯღარებამდე სახელმწიფოს მიაჩნდა, რომ არავითარ დანაშაულს ადგილი არ ქონია და მიაჩნდა, რომ პრეზიდენტის ღობემდე ყველა მოქალაქეს უნდა ქონოდა შესაძლებლობა გამოეთქვა და გამოეხატა პროტესტი იმ ფორმით, რა ფორმითაც 4 ოქტომბერს მოხდა, მაშინ 317 მუხლით რატო არის ხალხი ბრალდებული, მაშინ 225 მუხლით რატო არის ადამიანები ბრალდებული, მაშინ არა მხოლოდ ის ხალხი, ვისაც პირადად ვიცავ, არამედ 60 სხვა ადამიანი ამ დრომდე ციხის დილეგებში რატომ არიან გამომწვეული, ეს რატომ გააკეთეს? ჩვენ გვინდოდა გაგვეკვია ზუსტადაც რომ კობახიძესთან სახელმწიფოს როლი ამ მიმდინარე პროცესებში, რაზეც თავადვე საუბრობდა კობახიძე. მაგრამ ბუნებრივია ხა მოლოდინი იმისა, რომ კობახიძის დაკითხვის შესაძლებლობა მოგვეცემოდა სასამართლო დარბაზში ჩვენ არ ქონდა, მაგრამ აუცილებლად გავადრო, როდესაც კობახიძე მართლმსაჯულების წინაშე წარდგება, ოღონდ ამ შემთხვევაში არა მოცმის სტატუსი. კი ბატონო, რა სიტყვით უშუალოდ მტკიცებულებებზე ბექა, რომელიც არსებობს ამ საქმეში, გუშინ ფაქტობრივად პირველად ვნახეთ ბრალდებულების სასამართლოს ხდომაზე, რა თქმა უნდა რაღაცა არ ქონდათ ჟურნალისტებს იმის საშუალება, რომ ეს გადაგვეხო და ვიზუალურად გვეჩვენებინა მაყურებლისთვის, თუმცა დარბაზში მსხდომი ადამიანების და მოსამართლის წინაშე პირველად წარსხდნენ ეს ადამიანები. თქვენ უკვე საკმარისი დრო გქონდათ გაცნობოდით მტკიცებულებებს. გითხარით, რა დევს საქმეში, რას ედავება სახელმწიფო ბრალდება, არის თუ არა რაიმე კონკრეტული, რომელსაც რაღაცა ესე ვთქვათ, ეჭიდება პროკურატურა? კი ბატონო, კიდევ ერთხელ ამაზე შენს ეთერზეც მისაუბრე ამნა, ამ სასამართლო პროცესმაც გამოაჩინა, რატომ დახურეს თქვენთვის და თქვენი მეგობრებისთვის, თქვენი კოლეგებისთვის სასამართლო დარბაზები, რომ კამერით შესვლის შესაძლებლობა რატომ არ გაქვთ, იმიტომ რომ სრულის აბსურდი რაც ტრიალებს, ეს არ უნდა რომ პროპაგანდას ხელისუფლებას არ უნდა რომ გარეთ გამოვიდეს და მხოლოდ მონათხრობი უნდა და არა პირველ წყარო დაინახოს საქართველოს საზოგადოება. მე ხა ამას რატომ ამბობ ამ საქმესთან დაკავშირებით. ამ საქმეზე გარდა იმ პირებისა, ვისაც ჩვენ ვიცავთ თავიდან ის დააკავეს როგორც ვითომ ორგანიზატორები, კიდევ არის 60 პირი დაჭერილი, ვისიც არაფერი არ მტკიცდება საერთოდ. ახლა მაგალითად ირაკლი ჩხორკიას, აი გაზით რომ თვალები ქონდა ამომწვარი დამდროს სახეზე ხელი ქონდა აფარებული, ამაზე ედავებიან რომ შენო ეს ხელიო ისე ქონდა რომ ხალხო მოდიო პრეზიდენტის სასახლისკენ შტურმისკენ, ანუ ჟესტიკულაციის გამო ყავთ ადამიანი დაჭერილი და ციხეში გამომწვეული და ესეთი სხვები, ანუ სხვების ბრალდებიან ნაწილი იყო საუბარი. საერთოდ აქ იდენტიფიცირდებიან კამერებში აი მოწმეები ვერც ცნობენ რომ ვერ ამბობენ რომ აი ეს ადამიანი იყო და ესეთ ხალხო დაჭერილი. ამ საქმეში მტკიცებულება არაფერი არ არის სრული პასუხისმგებლობით ამბობ, გარდა იმისა, რაც საზოგადოებამ 4 ოქტომბერს თავისუფლად იხილა. რაც პირადად მე ვიხსნებაც ვიმყოფებოდი ხო ორბელიანის მოედანზე და ეს კვალიფიკაციები რაც წარმოადგენს აბსოლუტურად შეუსაბამოა იმასთან, რაც 4 ოქტომბერს მოვლენები განვითარდა. 4 ოქტომბერს განვითარებული მოვლენები შეიძლება შეფასდეს პოლიტიკურ ჭრილში და ვთქვათ ქართულმა ხალხმა შეძლო თუ არა იმ ნების აღსრულება, რაც 4 ოქტომბერს გაცხადდა, ხელისუფლების გადაყენების მოთხოვნა, ხელისუფლების ხალხის მიერ დაბრუნების მოთხოვნა და შემდეგ ამ ეს აღსრულდა თუ ვერ აღსრულდა. ამის პარალელურად სისხლისამართლებრივი შეფასება იმაზე რომ რაღაცა ხობე გადაინდრა თუ გადახერხეს თუ 1000 ვერსიაა, ხო? ამის პარალელურად ის რომ ახლა ადამიანებმა პროტესტი აქტიური ფორმით გამოხატეს, ამის გამო ციხეში იყვნენ გამომწვეული, ეს არის აბსურდი და ამის დამასწორებელია ის რომ ჩვენ გვქონდა მიტანილი ვიდეო მტკიცებულებები 2009 წელს განვითარებული მოვლენების, როდესაც პროტესტის გამოხატვის ფარგლებში პოლიციის შენობაში პრეზიდენტის სასახლეში კი რა დაცულ, ანუ სადაც პატიმრები ასევე მოთავსებული და შემდეგ შეიჭრა სასცენო სახელით უცნობი, ხო? ანუ ეს გიორგი ჩეჩილაძე, ხო? შეიჭრა და ეს არ დაუკავებიათ და იმის უკან უამრავი ადამიანი, ვინც
გვახსოვს ხო როგორ შემოხლა იყო იქაც ხობე იყო კენის ხობე იყო გამყოფილი პოლიციელები იყვნენ სხვათა შორის არა რობოკოპები და ამ შემდეგ სრულად ღია ნათლად ყოველ სახის დამალვის გარეშე და იდგა ხალხი ვინცაც მოთხოვნა ჰქონდათ რომ გარკვეული პირები და ათავისუფლდნენ მაგრამ ამასთან დაკავშირებით ის სამართლებრივი დევნა არავის მიმართ არ დაწყებულა რა მოხდა ოქტომბერს ვინც კი პერიმეტრზე გაეკარა ყველა ციხეშია ჩასული ეს არის თავიდან ბოლომდე უსამართლო დევნა ეს არის თავიდან ბოლომდე პოლიტიკური მოტივაციით დაპირობებული დევნა და პოლიტიკურ მოტივაციაში არის არა მხოლოდ რევანში ოქტომბერთან დაკავშირებით არამედ მომავალი საპროტესტო მუხტის ჩაქრობის ცდება კი ბატონო მადლობა ძალიან დიდი მადლობა ბექა მადლობა იმისთვის რომ დაგვით და იყავით ჩვენი ეთერის სტუმარი ბექა ბასტილაიას ვუსმენდით დღის ამბების პირდაპირ ეთერში ეხლა გვაქვს ჩვენ მცირე სარეკლამო პაუზის დრო რეკლამის შემდეგ